ჩვენი რესპონდენტი მინდია ციკლაური. ვინ ხარ, რა ხარ, რა ის მამიშვილობისა? არ როშკიონი დავიბადე აქ. გავიზარდე როშკაში რაღაც გამონაკლისი წლების გარდა თბილისში ვიყავი, იქ ყიზლარში ვიყავი რამდენიმე წელი, იმის მერე ცხოვრობ სულ აქ მუდმივად. ეს რა ადგილია? ეს არის როშკა. უпроსტორად დღეს ჩვენ ვიყოფებით გარბან. ეხლა როშკა არის ძველი ნასოფლარი. სად არის ეგ? აგე იქ. ცოტა მოშორებით. ქვემოთ. ქვემოთ. ეგ იყო ძველი ნასოფლარი როშკა ყოფილა. როგორც წყაროებში მე შემხვედრია, არის 24 ნასა მცხოვრები უცხოვრია, 24 მოსახლეს. მერე იმისთვის რომ აი ზევით სათიბები, საძოვარი შორს იყო ძალიან არხოტის მთისა და ჯუთის საძელის გადასავლისკენ, ეს ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ამოსახლება, აი არჩევდა ადგილებს საზავო-სადაც. და წამოხვა იმ როშკიდან, წამოვიდა და ბოლოს აი ეს ადგილი აი ქვაკლდეა მეტი არაფერი, აქაც მოდის ზვავი, შეარჩიეს ეს ადგილი და იმის გულისთვის რომ აი იქ საქონელი საძოვარზე ადვილად მieყვანა და თივა ადვილად მოეტანა. ხო, სამუშაო ახლოს. და აი იმიტომ რომ იმ იქიდან ასახლდეს, ამას დაარქვეს გარეუბანი რა, გარბანი და ეს ძირითადად ეხლა დაიწყო აი 50-იან წლებში გადასახლებამდე ეს იყო გარბანი, ის იყო როშკა. კიდე ცხოვრობდა იქ 1-2 კვამლი. მერე უკვე რო ეს აქ ხალხი აღარ ცხოვრობდა უკვე აი ჩვენ სკოლის პერიოდში და რაღაცაში. აი მერე ის სოფელი რო აღარ იყო, მერე როშკა და დარჩა როშკა. თორე ეს აი ხარხულ ლექსებში და იმაში აქ ბევრი იყო ისეთი რომ ერთმანეთს ალექსებდეს და ყველგან არის მოხსენილი როგორც გარბანი. ამჟამად ეგრეა, მაგრამ ამჟამად როგორც როშკა ეგრე იწოდება. როშკა და გარბანი ერთი გვარის ხალხია? კი, ერთი გვარისა აქ მამიშვილობებია სხვადასხვა როგორც ყველგან. და ძირითადად მთავარი საერთო გვარი? საერთო გვარი ეს არის ციკლაური, აი ეს საიდან ეხლა ეგ აი დაუშვათ სხვა სოფლებიც არის ეგეთი მდგომარეობაში, ხო? აი მაგალითად ამღაში სხვადასხვა მამიშვილობისა საერთო გვარია ციკლაური. აი როშკასაც ეხლა ეგრეა. მამიშვილობებია, მაგრამ ეს გვარი როდიდან ან სადმე რამე არავინ სხვა გვარით მოხსენიებული არ არის. და ციკლაური რომელი საუკუნიდან და ეს ეხლა მე ისტორიულად ეს ვერ ვიცი. ანუ ორი სოფელია ციკლაურების ხევსურეთში საერთოდ რა? ამღა და ხო, ეგ ორი სოფელია, სადაც მარტო ციკლაურები ცხოვრობენ. დიახ. მაინც ეხლა უმრავლესობა ხევსურეთში ერთი გვარის სოფლებია რა, აი გამონაკლისი არის რამდენიმე სოფელი, აი მაგალითად არის ახიელია გამონაკლისი და რამდენიმე გვარია, ხო. და ჭიმღა არის გამონაკლისი. ეგ ორი ვიცი, მე რო არის გამონაკლისი. ჭიმღა გაბურებს ცხოვრობდეს და თეთრაულები და გიგაურები. თეთრაულები, ხო. გიგაურები. აქ რამდენი მამიშვილობა იყო? მამიშვილობა აქ არის რა, მამიშვილობა ეხლა ისე ზეპირად არ ვიცი რამდენია, მაგრამ ისე სათითაოდ შემიძლია ჩამოთვლა რა, სათითაოდ, ხო. აი მაგალითად მე ჩვენ ვეკუთვნით კიბალაურთ მამიშვილობას და დიდი ისაც არის როგორ თქვათ მამიშვილობა რა და ეს კიბალაურნი ცალცალკე კიდე პატარ-პატარა აშტოდ იყოფიან აი მაგალითად ჩვენ აი ივანეიცი შენ ჯურხათ ეგ 4 მამბიძები ყავდა ბიძაშვილები ამათ გულვათ გვეძახან რომ გულვან ვიყვენით გულუფრებია რაღაცნაირად ცოტა ისეთი რა მოუხელთებელი ხალხი და დაარქვეს მეორე კიდევ არიან ისევ კიბალაურთაში კიტოხელანი არიან მამიშვილობა არიან ხადულანი კიდევ აი მამუკათ ივანე ხადულათა იყო მაგალითად პოეტი ო კიწვაურანი არიან კიდე კიწვაურანიც არიან კოპალანი კიდე რომ
აი ჩვენ მამიშვილობაში შედის ეს ყველა რა და ყველა ეკუთვნის კიბალაურთ მამიშვილობას აი რაღაცა ბევრი არ ქონია ჩვენ მამიშვილობას მაგრამ თაზმე თავსისხლი და თუ ის ყველას თხოვდა ერთნაირად ყველაფერს საძმო არ ქონდათ გაყრილი არა საძმო დღევანდელ მონაცემებით ხო არ არის ისტორიულად ამღიონთანაც არა აქვს კიბალაურთ ბერდიშვილთან გაყრილი აჰა ის კი არა ძმობა ო ისევ არის ის კი არა აი ახლა გაჯალანი არიან როგორც მე ვიცი ბერდიშვილთ გაყრილები და აი მაგალითად როშკიონ კიბალაურებს არც იმ გაჯალათან არ აქვს გაყრილი ეს ისტორიულად არ მომხდარა რა ისევ საძმოა საძმოს გაყრის შემთხვევაში როგორ ხდებოდა წესით საძმო როცა გაყრილიყო ერთთვის მამკლავს არ მისდევდა არა აღარ არის პატივი აღარა და არაფერი ძმობა აღარ იყო არაფერი არ იყო არაფერი აი ახლა ჩვენ მამიშვილობაზე ვთქვით არიან კიდევ აქ მერე გურიანი არიან მამიშვილობა არიან გადალახულანი მამიშვილობა არიან ქირცინანი კიდე მამიშვილობა არიან თიბელანი თიბელა მეფაფია ერთი და იგივეა თიბელა მეფაფია თეზაღთეს არიან კიდე ეგ მამიშვილობა რამდენი მამიშვილობა ან რამდენი და არიან აი ფოქარნია კიდევ ფოქარნი რომელთაც ამბობდეს რომ ეს ფოქარნი არიან გურიათ განაყრები აი ეს გურიათ მამიშვილობა ცოტა დიდი იყო რა ხალხმრავლები იყვნენ და ეს ფოქანი იყვნენ მაგათი განაყრები აი არის რა ერთი ბალაკი არავის უცხოურია ჩემ ხსონას მაგრამ აი არიან ბარში რა ესე იგი ყველა ეგ მამიშვილობა რო აქ ცხოვრობდა ერთი 50 კვადრატში მე ყველა მამიშვილობა არ ცხოვრობდა ეგ როგორ სოფლის რაოდენობა იქნება დიდი ეგ დაახლოებით აი მაწეღანო გეუბნებოდი რაღაც 25-24 ფარგლებშია 24 მგონე თუ 25 აქ არის 24 გაღამი როშკაში და ფაფარენას კიდე რამდენიმე 5 თუ 6 კომლი მთლიანად ეს გადასახლებია ამდე ხო იყო 50 კომლი აბა დიდი ძლიერი სოფელი 50 კომლი იყო მთლიანად ერთმანეთს რომ მიუმატო ეს ეხლა აი მაგალითად ქმოსტი ბლო ახიელი ამღა აი გურო გიორწმინდა აი მაგ სოფლებს ვერ შეედრება ეს მაგრამ მაგათ მე ხალხმრავალი იყო აი ქმოსტში მაგალითად 60 კომლი ყოფილა ეხლა ქმოსტ 60 კომლი 60 აი როგორც მაქვს მე ახლა წიგნებია რა აი მე 19 საუკუნის დასაწყისში და იმათი ამღაში სადღაც 60-მდეა ახიელში ეგრე არის 60 და აი ეს 50-ის ფარგლებშია მოსახლეობა აი ეგრევე აი ბლო არ კიდე ბლოს აი 50-ის ფარგლებში აი სუჩამო თვლია გვარების აი ხორნაულნდოსა ზარიძე წერიან აი ის დროა რა ეგ ამათ მე გადაიკეთეს აღნიშნულია იქ რომ ერთადერთია სოფელი ხევსურეთში ხორნაულს და სადაც ზარიძეება ეწერებიან ძეზე ერთი გვარია ესე იგი ჯერ კიდე აქ ყოფნისას ეწერებოდა კი აქ ყოფნისას ზარიძეები იყვნენ ეგენი მეორეს აქ არის ეგ ისტორიულად იცის ყველამ და ყველამ როშკიონ უფროსები გვეუბნებოდნენ ეს ხორნაულები პატარა გვარი მოვიდნენ და ბლოელმა და როშკიონ დაასახლეს თავის ადგილში ადგილი მისცეს რა შამე ეყარნეს აი მერე შეეყარნეს ამას აი სამანია ჯვარში ჩაგდებული ხარქვაბით რო ეყრებოდა კი ხარქვაბით მერე ეს ხორნაულები ბლოს და როშკას რო შეეყარნეს მე ლიქოც შეეყარნეს ეს ხო ხდებოდა აი დაცვის მიზნით რა ცუანი გვარი ძლიერს კი ეგრე იყო ეგრე ქალიც არ მიხავდა ერთმანეთს ისე მაგას გვეუბნებოდეს ჩვენ ხორნაულებს და ამ როშკიონთ აი როგორც მაგალითად ქმოსტი და ახიელი იყო მაგ მდგომარეობაში კიდე ქმოსტი და ახიელი წარმოიდგინე მამამი ძმობა ჰქონდა ქმოსტი ხო ბურდულებს ცხოვრობდნენ კი ბლოს ქმოსტი ცხოვრობდეს ბურდულები მაგრამ შედის ამ წყალშექის თემში შედიოდა ეგაც ღელისვაკე ღელე საბერძე იღლიე
ქმოსტი, ხორნლოულთა. წეგან თქვით მაგ საბერწეს და იღლიეს ვინ ცხოვრობდა რა აი საბერწეს ცხოვრობდეს იგივე ბურდულები, ოღონ ერთი მამიშვილობა ბაჩიკელანი. აჰა. ბაჩიკელანი ცხოვრობდეს მან. იღლიეს ცხოვრობდეს აი ივანეს სახლის აქეთ არის გორი, ნახევრად ტრაქტორმა დაანგრე, ახლა სასაფლაოც მანდარი. ეგ სასაფლაო, როგორი სასაფლაო, საბერწითაც, იღლიითაც. ყველა ბურდულები სადაც იყვნენ ამ წყალშიქისთებიდან ყველა მან საფლავდებოდა ღელეს რა. ო და აი მაგ ღელეს ნაცხოვრებები იქ იმიტომ შესახლებულებ რომ ძალიან ადვილი საცხოვრები იყო აი ტყიანი გორის დაბლა პირდაპირ. აქ საერთოდ ეს როშკის ტერიტორია და ო და მე მან როგორ იყო იცი ზავი თივა მოხონდა ზამთარში წამოვიდეს თივის სასატანა დაჟე მოჯამაგირეს კიდევ ჰყავდა ერთი ისაც წამოიყვანეს და მოვიდა ზავი და ეს მთელი სოფელი შუდა საიდან მოდიოდა აქ ზავი? აქაც მოდიოდა? აქაც მოდის აი იქით, აგე ახლა იქ ნაპირზე რაც სახლები იქ მაგ სახლებთან მოდის აი სათავე მხარეს უფრო აქ ვერო მარა საიდან აგე თქვენთანი რომ იმას იზამს კაც თითქოს არა იმ ხელა სათავე არა არა როგორ არა კაცო მან ერთი გორი აი ეს გვეფარება ჩვენ ეს კუთხე ამ პლოშადის და აი ესეთი გორი აი ესეთი გორი იქით აბრუნებ და აქეთ აბრუნებ თუ დიდი თოვლი მოვიდა ის გორი აღარ შველის და პირდაპირ გაერთიანდება ეს ბოლოს აი როდის იყო 60-90-იან წლების დროს იყო სადღაც აი ეგ სახლები იქი ჯურხათ ივანეს სახლის მთლიანად გაასწორა ნო და აი სხვა სახლებიც რა უწივა ნაწილობრივ რა დიდი და ძლიერი სოფელი იყო თავის დროზე ის კი არა ერისთავის შემოსევის დროს როშკა დახვდა პირველი არა ეგ როშკა ესე გადმოვიდეს ეგენ ერისთავი ანუ მეორე შემოსევა იყო მაშინ ერისთავი აი ბეგენგორის შემოეხლა მე რამდენი იყო ამის მერე იყო ბეგენგორი ხო მაგ ლაშქრობი ეგ არ ვიცი რომენი როგორ არის მაგრამ აი ისაც არის რომ საგათანებოდ დასიან ქმოსსა და როშკას სანიო εν ზურაბ მარა და აი კარი ახლა აგე როშკისას არ გამოუშვეს აი იმაზე აი ქვენ რაღაცნაირად არის ბექისას მისცენ გზანიო აი ის ნასოფლარი აგე ვაკერუა ხო და ის არ გაუშვეს აი ბოლოზე ხმოსტი მოპირდაპირ ერთად გაუშვეს როშკის გორ რომენი როშკის გორ მთლიანაა გორი აგე იმის მერე რაც იმ ნასოფლარი ჩაივლი სასაფლაოსაც როშკის გორი ხქვია მერე ჩაივლი ციხე გორია კიდე იქ როშკის გორს გახენე ფუტკარს გაუ გამაუტია ო აი ეგ არის როშკის გორია პირდაპირ ბეგენგორის გამაყეითია ხოლა-ხოლოსა იქ ისაც არის ეგ ფეხი მოუჭრია იმ ბელადისთვის ეხლა ვინ იყო ეგ ისტორია მე კარგად ვერ ვიცი და აი გზაში ფეხი მოუჭრია სამანია იქ იმაში ჩავადნენ და ფეხი რომ მოჭრა ლეკის ამათ ბელაც რავი ზურაბის ვინ იყო ის გაქცეულა და შემძრალა იქ დაბლა ჩანჩქერი ყოფილა დინარეში და დაძდევნებიეს ლაშქარი უკან და იმ ჩანჩქერად რო ყოფილი იმ შიგით შემძრალა და გადაურჩენა იმას ახლა რამდენად სწორია თქვისავ რა მემროვ რომ წავიდესო გამოვძვერიო აი ესე იგი წყალში რო შედიოდა აი ტყვია ვეღარ ხრეთ აი ჩოხა ახალ ხუნჩითავ ჩამაიყარა ვისენი რა გაციებელ ტყვია ო შეიძლება ახლა ბევრი ხო იცი როგორია ანდრეზები ერთხან ხო ისე შემოვიდა ერისთავი 2 წლისას ეს ერთი მოსვლა ეგრეა ერთი მოსვლა ალბათ მეორე იყო ესე რომ გადმოვიდა გუდამაყრით არა ო აი საბაგო ხო საბაგო ქვიან მან და ეხლა ის რო გამოვიდა მან გაჭერებული აი ცხენებრო დაუბამ საბაგო და ესაც სახელი ისე ქვია დიდი ომი გადაიხადა მაშინ როშკამ და შეიძლება სხვა სოფლებიც და ო კი კაცო კი ეგ მერე ბეგენგორი იყო და ქალუნდაური და ის საბოლოოდ გააგდეს მაგ ომში არის თუ სხვა ომშია ის ქალუნდაური მაგ ომშია მგონი ო იქა მე 12
მე ჩააგავ ხმალიო თუ რა 12 რომ მე 12-ს თუ მე 17-ს რო შამახკრა დადგა ჩააგა ხმალიო თავ ჩაღმჩეყუდაო და სოდო ღმერთ შემწვარი არ შეიძლება მეტის მოკლეო და გაჩერდო მე თუ შემომოკლეს მეკობაურა კი აი ის ჭოლიკაურის როგორ მაგრა იმაშრება თავის ლექსი მაგ ბეგენგორ და მამუკა ქალუნდაურს ძალიან ისეთი ის არის ეგ ომი ხო ბევრი ვიღაცებს ხო ახსენებს იმ ლექსი ქარჩად ბუბას და სხვებს რაღაც არის ხო იქით ჩამობრუნავს სამანში მას იზამს ხო ის ქალუნდაური ხო შეიძლება ქალუნდაურმა თვითონ არც ჩახუცა მაგრამ მე შეხება ჩახუდეს რომ იქ სასმელი უნდა დახარჯული ეგ იყო მისა გიორწმინდელი თუ გუროველი გუროვლები ეგ გიორწმინდელი საერთოდ შუერთი და ეხლა მე ერთი მაგ გიორწმინდას განაყრები და ისენია ეგენ ეხლა ცალცალკეროვანი არა გუროელნი ეგენ სუყველანი სუყველა იმიტომ რომ მაგ გიორწმინდას ფშავლებს უცხოვრაო შიგ გიორწმინდასაც და გახედი მაღლა ეგ მთლიანა ნაწილობრივ მე მთლიანად არ ორ მასურ მაღლა გიორწმინდის პირდაპირ ეგ მაღლა ქავს ეზახან იქ უცხოვრო ფშაվել საგინას ყოფილ შატილიონ ჯალაბაურთ მამიშვილ ჯალაბაურთ სიძე და უღონებავი ჯალაბაურთ სიძე აბუჩა დაგდებულ ხვანი ემისი თათარ ჯალაბაურის შვილებ ვარდანა წიქა მჭედლურა თავაყრილ ხალხი და ჭაო ყოფილ წასული საგინა ვაცუნ მაუკლა ვერთი და რო ჩამასულ ჭალაში ვარდანა შეხვედრია და წაურთმევი ვაცუნი თირკმელან მაინც ამამირიდენ თქვენ დიშვილებს რომ მიუტანო არც ის მიუცავ ძროხა წაუყვანო დაუმბაო დამბით რომ მიყვანდი საგინა ესე ვარდანასა და აღარ დაუბრუნ აღარ მის მე თურმე და გამწარდა ეს კაცი ცოლიზმებ რო ეგრე აღონებდეს ართმევდესა და ცაბაურთელი იყო წარმოშობით ცაბაურაშვილი მანდაური და თავის გვარბიზაშვილობას მეელაპარაკა ლუდს ვადუღებ ხალხს ვაწევა და იმ დროს მოდით და გაზაფულ ხნა დაიწყო და რო ეჭვიარეღო მიწას თესავს ვითამ თესაო რა და ზაფხულის ადუღა ლუდი და ცოლიზმების დახპატის რა თქმა უნდა ხო და იმ ხალხში ლუდიანს საწდე მიუტან და ვარდანას ცოლიზმას დაუდგრო შენ პატი ვიყოსო ვარდანაო ძროხა რო წაგვართვიო და შენებ დიშვილები მშიერებ მახყარეო და აი ეს ვარდანა მაგიკვდოსო თუ ერთში ორ არ მაგცასო თქვე ვარდანამო და შამნანდო ჩემისი ფშავლების დაბარებაო და კართან უკვე დროშან მაჩქამდესო და არ იყო მე არაფრის ქნისხანო და დახოცეს ვარდანა მაკლეს სხვა ვინ არ ვიცი და გადარჩნეს წიქა და მჭედლურა ის წიქა სწორფერ ხვანი ქალი იმასთან ყოფილ სადაც ეხში იმით გადარჩა და მაგ ცაბაურად ხვანი თავკაც ვიღაც ცაბაურა ხვინები და იმასაც მაგათ ქალ ხვანი ხო და იმუქრებიანო ცოლს უთქო ქმრისად რა მთილა იყავიო რას მიზმენო თავჭიანებიო თავჭიანებს ეძახდეს თურმე ჯალაბაურს ხო და ციხადემ ჭედლურა წასულენ და სადმაი ხელთე და დახკრეს თოფი იმ ცაბაურას და სანამ მოკვდებოდა დიაც მუთხრა რა ხლებ ყოფილენო თავჭიანები და ყოფილენო თქვეო და დამთავრდა ესე იგი ეგ ისენ მერე გადასახლდეს ეგ გუროვლდან იქ ალბათ ხო და მე რა მოხდა ახლა მაგ იმას ჩავამთავრებ არა იქიდან გამაქცეულებს წიქადემ ჭედლურა მაგ მათურისას ბოროლაეს მთა ხახაბოს გამოივლისა და არ დოდის ორ წყალი და მიცუს
და მდევარ რო გამოვიდი ვიღაცას გაუსწავლებო ამ არდოთ ხახავოდან შედანღაც რო ხონისორ წყალში კვალგაშინჯეთო და თუ გავლილია ან იმ ხეობიდან ან იმ ხეობიდან თუ არა გზა შეუკრებთო და ნახეს რო არა გავლილი და ნაომარ შეზახთ ახლა ჩვენ ხონიშელის გამ 1 კილომეტრში აი იქ დახვდეს ფშავლები დახოცნეს იქ რა ციკადა მჭედლურად იმათაც მაკლეს ერთი მოკლეს და მეორე ბაი ადაჭრილი ისიც მერე მოკვდა ხო და იფშავლების ლაშქარს ეს მოსახლეობას მთიბელნი ყოფილან და ლეკებს დასცემენ მთიბაში რო იერასანამ მისვლებიანო რა ცელიანებს და ამათ რო დაუქნევი ცელები ვერაფერ ვერ უფარდო ცელს გაუსხეპო ისები და ლეკები და მაინც ახლა თოფები ალბათ რა იყო და დახოცეს ეს ფშავლები საერთოდ და რო გაიგეს გუროლემ რო იქ აღარ არიან და დაიქცნეს წავიდეს და დასარყეს და შატილინემ გვიან გაიგეს ისინიც ამოვიდეს იმათაც დასარყეს ანუ შატილინებიც არიან იქ დასახლებული დასახლებული არა მაგრამ ადგილს ფლობენ გიორწმინდის წყალო უერთდება მთავარ წყალს იმ წყალს რო გახვდები აი შატილინების ის მხარე და მარცხენა მხარესაც გაამხე აი ეს რაღაც ტურბაზადე ო აი ტერიტორია შატილისა სახლიც ააშენა იქ ვინ არ ვინე ის არის სახლიც ააშენა არა ფერმა იყო იქ ტურბაზა იყო აი ფერმის ცოტა იმისკენ შატილისკენ იქ ახალი სახლი ააშენებული ვიღაც აი ფერმას თანიმა ნააშენა ეგ გიორწმინდელების ადგილი და მაგ ფერმის იქით საბეროს ეძახან ისის შატილინების აი ნაყამობდნენ აი ეს ტურბაზა რო იყო ეგ სახლი ააშენა გოგოჭური გიორწმინდელები გიორგი გოგოჭური რო იყო დავით გოგოჭური რო იყო ჩემპლა მაგათი ძმისშვილმა გიორგის ბიჭმა რა მან თავის ადგილში ხო და კაცო იქ ნოდარას ყავდა ცხენები შემოღობილი ჰქონდა მანდა და ვიღაცა შარშაც ყავდა მანდა და მაისა ვინ ვეთქეს რომ იმას ჩვენი ადგილიო ვიღაცა არა შატილის ადგილია ეგა ო არა კი და მაღლა კავშირი ეძახენ შატილიონი ებდავებოდა რომ ჩემიაო რა იმე ნოდარას ეგ არ ვიცი თვითონ შიგიში რა ის ქონდა და იზევით კავშირი ეძახენ იქ საგინაის ციხე ეგ მაგათი ერთმანეთთან მისულათ და ომიც შეიძლება მაგ ადგილებზე იყო ალბათ მაგ ფშავლებისა და არა გუროელი გიორგი მაგ ადგილებზე როგორ იყო ცი შატილები გიორგმენდლები ხბობატკნებს რაღაცას თურმე გაჰყრიდეს წყალს გახედი შატილიონთ ადგილზე იქ ყანებიც არის სადაც ალბათ თიბდესაც რაღაცას და ამ გიორგმენდელ ბალღებს შემოულალა ერთთან არა შატილიონთ ბალღებს გამოულალა იქიდან ჩვენ ადგილში რა დაძუებინო ხო და ამ გიორგმენდელს რაღაც ლუდობა რაღაც კეიფები ყოფილა ხო და შატილიონთ ქალ გიორგმენდელს გათხოვილი შავარდნილი იქ იმ ხალხშია და თქვენ სადიაციები ეხლა საკონ წაგისხესო და ცოლებსაც წაგისხმენთო ხო და ნასვამ ხალხს მეტუნდოდა და აბა დავაი და დაძრულან საფეხნოში უნდა შავეყარნათო და ერთვინემ ყოფილი ჭკვიან კაცი და სხვა კაცის თავმართები ამ მისი და იმისაც კაცის თავი მართ იმას ქუდს უხდის თურმე რომ კაცის თავს გაპატიებთო გაჩერითო ხალხ დააყენო არ წახვიდოთო და არ დაეჯერა მაინც ასულან და შატილ საიდ გაიგეს რომ ადიანო და ისინი წამოვიდეს და ნაშუღლარს უეძახან გიორგმენდის ქვევით შატილიზევით იქ შაყრილან და ჩახოცეს ერთმანეთს 7 კაცი მაშინ იქ მოკვდა და უმეტესად გიორგმენდლები და მე წლების განმავლობაში იმ 7 კაცის თავის გათავება რაღაცა 14 კაცი დაიღუპა საბოლოოდ რა ეგრე იყო მაგათი ურთიერთობა ან ეს თქვენი გვარი ციკლავრები საიდან მოდის აი ეხლა ეს მე რაღაცა სახელიდან უფრო მგონა მე აი ეხლა ესეთი რაღაცა ამ ჩვენ ურთიერთობაზე გაიგერო ეს სახელი ციკლაური ყოფილა სახელი აი როგორც იდუკა მინდია ესე ჩვეულებრივი რა და მსგავსი სახელები გვარის მსგავსები ხო იყო ჩაჩაური ნისლაური 82 წელი იყო მგონე რომ პირველად რო ამოვიდა აქ მანქანა აი 82 წელი რომ აი შეიძლება უკვე სიარულა გაჭირვებით და არხოტიდან გადმოვიდეს
ეს ავთუარაბული ალექსი ჭინჭარაული ფეხით თამდე მგონე ცხენება მე ეყოლ და ის ვინ იყო ის ერთი ღვთისო მარშეიდერი აი ის ხარ იყო საღირათა ხარაფერი იყო საღირათისო კაი ჭკვიანი კაცი რა მე მახსოვს იმის ნალაპარაკები აქ საღირათისო ეს სამი პიროვნება გადმოვიდა აქ და იქ პატარა რაღაცა ეს ივანეს აქ იყო ჩვენი ჯურხათა შეშა მოვიტანეთ ერთი მორი გადავაბრუნეთ და ემაზე პატარა სუფრა გაიშალა და მაშინ მითხრა მე ალექსიმ ეხლა ბუძისკაცო ეს ზუსტად ესე მითხრა ჩვენო იქიდან მოვდივართო მე ისტორიას რო აქ ნათქვამიო ერთი მყვირალი როშკას ვზივარო მეორე ამღას ციკლაურიო მესამე უკენახოშია კოჭლაი ძმათა უარეიო აი თქვენი ურთიერთობიდან აი ახლა შენ წარმოვიდგინე იქიდანო ის ერთი ძმისანი ეგუდამაყრელები იყვნენ აი ხო ფუძის ანგელოს მარიამობას რო აკეთებენ იქ დასახლდა ის ის რომელსაც ციკლაური ერქვა წავიდა იმ ძმა არ ხო დასახლდა და აი მე მგონი ამ სახელიდან ხო არ წარმოდგა შეიძლება ეგეთ სახელები ხო იყო გვარს რო გავს ნისლაური არ ვიცი ახლა ამღასაც ქვეყანა მამიშვილობები და ან ვინმე ხარაძალებდა ეუბნებოდა რომ შეიძლება გვარი ეგონოს მაგალითად ჩაჩაური ნისლაური აი ეგეთი სახელები ციკლაური ვინ ეუბნებოდა რომ გინდა თუ არა აი ციკლაურობაზე დაწერებული ყავით რავი დაეწერეთო ან ხარავინ ეუბნებოდა არ ვიცი ელე გვარები არ შეწერებოდა ადრე ჭოლიკაურები ცხოვრობენ ზოგი ჭოლიკაურად ეწერება ხო ციკლაურად არ ეწერება ჭოლიკაური მამიშვილობა ხო და იმაზე ეწერება რა აი ლა ჯალაბაურები რო არიან ზოგს გვარი გონი ეგ მამიშვილობა მაგათი მაგათა ხო ჭინჭარაულები არიან ჭინჭარაულები არიან მე არ დამითვლია აქ ბიჭო ეს გადალაყულანი გურიანი მერე ქირცინანი მეფაფიანი ჯოყოლიკანი აი ხუთი ჯვარ სად კონტო და რას ლოცულობთ ჯვარი ეს წმინდა გიორგის სალოცავია ეხა აი იქიდან ბილიკი გადის აი ამ გორის ბოლოში იქით ამხარეს ეგ წმინდა გიორგისა ეგ არის თემი ჯვარი ბურდულებისა და ციკლაურებისა და სათემო და აგე იქ არის აგე შენობა ჩინ შენობა აგე იქ ორი დიდი ხო აი მათ შუაში ჟესტი დახურული მთავარ ანგელოზი არის ჩვენი საკუთარი ვა მეც მთავარ ანგელოზის ყმა ვარ კაცო აი ეგ არის საკუთარი მერე იქ გორი იყო კიდე კოშკი აი იქ მარიამობას ვაკეთებდით იქ მარიამ წმინდა ჰქვია და აი ეგ ჩვენი საკუთარი არის მთავარ ანგელოზი და ეს საერთო სათემო ჯვარი ბურდულებისა და ციკლაურებისა ეგ არის ჩვენი მთავარ ანგელოზი დაილოცოს მისუს სალოცავი სამივე გვარისა რა თავარი სალოცავი და მეორე არის ბროლიშკალოს წმინდა გიორგი სამაგანძუროში რო ერთიანდება ახლა სამაგანძურო იყო სამაგანძურო ეგ ისე ძალიან გახმაურებული ის არის კაცო სამაგანძურო იყო ბუჩუკუ იმისა გოგოჭურების ჭინჭარაულების და არაბულების თავშეყრა რა სამაგანძურო სადაც აი ანუ განძთან რამე ურთიერთობა კი საერთო ის რო ჰქონდა რა საერთო განძი ჰქონდა და სამაგანძურო დაერქვა ეხლა ის ცოტა რავი ის ჩაიწერება ეგ ისე არ გამოვიდეს აი როგორც ნატო და ის მეორე ვარშავის ხელშეკრულება რო ოიცი აი ეს ბიჭო და ანუ ძირითადი სამაგანძურო და იმისი ოპოზიცია და ბიჭო აი აკიად გიგლამ ჯუთელმა და ივანემ ჩვენ დახოცეს ერთმანეთს შუაში ჩაუდეით ჩვენ ვა მას ბიჭო იქა ეხლა გვიან წლებში სადღაც მე არ ვიცი იმაზე რომ ამ გიგლამ რაღაც ეგ საერთოდ ხო ეგრე იყო რომ შენ იცი რომ დათვისლებ ჩამოდიოდეს და ამ დანარჩენ ხევსურებას გიგაუცველში გზას უკრევდა მაშ კაცო აი სამაგანძურო ხიდზე არ უშვებდეს კი ხიდზე არ უშვებდეს ვინც ბეჭავი იყო ხო და აი მა აცეკვებდეს ის ვინც არ ბეჭავი იყო და ითამაშე გიგიაო გველეთიზი ხიდიაო ესი და ეგ ბიჭო ერთმანეთს რავი რაღაცაზე ამან ეხლა ამ დანარჩენს ხალხს იცი როგორ არის აი ბლოულები გიგაურები ხორნაულები
და აი ეს დანარჩენი წყალშექი ბურდულები, ციკლაურები და ესენი ამათ თავს ამეტები და არა კაცო ეს ამ ხევსურ საიდმოსულები ხართ რაღაცა წააჭერლა ამან გიგლა მაგ რავი გალეულიც ქონდა რაღაცა და ამას რავი აღარ მოუნდა მას შენო დოლარებს რო აგროვებდი მიავწიგნებში ვიქექებოდი ივანე მოტრან მოხდეს ერთხელ და აი ეგეთი იყო სამაგანძურო აი ძალიან ცუდად იქცეოდა დღესაც ზოგს ანუ თავს ამეტები და არა კაცო რას ლაპარაკობ კაცო აი იქ ჩამოდიოდეს იქ უხდებოდეს აბუჩადიგდებდეს თუ რა ვიცი როგორი ყველაზე მრავალრიცხოვანი საარაბულოს ხალხი კი არაბულები კაცო აი ეგეთი რამე ახლა მე კიდევ იმაზე წდება გული ეს ბევრჯერ ლუთქვია ბიჭო ამ აი გარეშე ხალხს რა როშკის გარეშე ხალხს ბიჭო მეფე ერეკლე საერთო ნახსენებიო რომ ბიჭო აი ჯულისა რო იდებოდა ხევსურული ჯული აი რო იდებოდა რომ ბახალიშვილი ყოფილა ვიღაცა როშკიონი რომელსაც ლომის წილი აქვს ამ იმაში რა ხევსურული ჯულის იმაში ბევრს უთქვია ბიჭო მე შემეკითხებიან ვისა იყო ის ბახალიშვილი ნათქვამიც არის რომ ნეტავი ცოდნაიც მამსა როშკას ბახალიშვილის რომ ვისა იყო კაციშვილმა არიცოდ როშკიონი და ეგ კაციშვილმა არ ვიცოდ კაც რომელსაც აი ხევსურულ წესრიგში არა თურმე რაღაცა რომ მიდიოდა იქ ეს სალცალკე კუთხეებში იყო ლიქოკაც ყოფილა არა ბახალიშვილმა თქვა მიაw ნამტნიან ხელსო ხმლიან ხელსთან ვერ დავაყენება აჰა აი ესე წავიდა და მეფე ერეკლესო ის აქვსო ძალიან დიდად მოხსენიებული აი ამ კაცის ჭკუა და გონება არის ჩადებული ამ ხევსურულ წესრიგში ბევრს იმაშრებოდა ბადა აქაც იყო აი მე ხო ბევრი იმუშავული სასწაული რაღაცაა გეუბნები ეგ როგორ მოიგონეს რანაირად მოიგონეს როგორ ისაქნეს ბიჭო იქ რო არის აი არ ვიცი რა მე ძალიან ისე მიმაჩნია ეგ რა როგორ მოიგონეს აი ეს აი წესი თავშისხლი გინდა თუ აი ახლა იმისაც წავიკითხე მე ხევსურული ჯული ო აი შუღლი იმისა ნოშრევანისა ო არ წამიკითხე მე ო შუღლი შემთხვევით მოხდა ის ჩემ ხელში საიდანღაც ჯო კი არის იქ რაღაცა მაგრამ აი შუღლი რაზე ხდებოდა მე რა მისდევდა ამას ან როგორი ყვა ეს რამდენი რამეა ისეთი კაცო და ხევსურული ჯულის კანონ დაუწერელი კანონები ყველაფერს ითვალისწინებს შუღლისას საინტერესო ყველაფერს თავისი საზღაური ჰქონდა სიმძიმის მიხედვით შემთხვევითობის მიხედვით ეგ იმაში იწებს იმ წინს აი ბლოელი იმისა აბიკაისა და ალავრე თაბიკაისა და წინხადუელ მიხიელის შუღლით აჰა იწებს ამას რა იმ დედა იმ წინხადუელ მიხიელის დედა იყო იმისა ხახმატელთქალი გამღივარაულთა რა ეს ნუგზარადა ეს რო არიან ო და იმან რო გადმოუყარნისენ იმ თავის დედის მანდელ სათაურად იმ მიხიელ წიხლი ამოკრა აბა ხო წიხლი ამოკრა და ამ აბიკამ კიდე ისუთ რომ მე ვერ ლელა ის იმათ ვერ გადმოხვდები რა და ეხლა იმ ხელაზე ის იყო ის მამაცი ყოფილა მაგარი ის მიხიელი თავში დაჯერებული რომ ისე გონ მე რომ მე ამას ეს ვერაფერს ვერ მიზამს და თავის დედის იმას რომელიც ისტორიას არ ახსოვს რომ ვიღაცას რო გადმოგიყრი და იმას მანდელს შეეხოს ადამიანი არა იმას როგორ შეიძლება კაცო რა ლაპარაკობ და ამან სამასხარაო თავის დედისი და რა მოხდა მე იცი თვალის გამეეთხარა მიხიელს ამ აბიკაის შედეგად აჰა ხო და აბიკამ თქვისაო ესე იგი 60 ძროხა ხოა კაცის თავი 80 ძროხა გამივიდა თქვისაო თვალის გამოთ რო 30 ძროხა აი რო შეაფაზეს აი ესეთი დარჩა კაცი ისეთნაირად დარჩა რომ ბოლოს წინხადოს ხანჯარი მიაბჯინა კედელზე ტარითა და თავი მოიკლა გულში გაიჭოი აი
თლიანად გააუბედურო ცოდვა მე ეწია. ფიზიკურად და აი ეს ბიჭო ეხლა როგორია იცი კაცის თავზე მეტი აღარაფერ არ დამჩავ თქვისაო და მუხლის ჩავბრუნდიდი ხნის დროშა მძღვარშია ვეგრე დავიღალიდიო რაღაც არ რომ მეკონიო რა და აი ესე საით რა სიგონებდეს ამას რა საინტერესო აი როგორ იმაშრებოდეს აი ეხლა ერთი რაღაცა აი იმისა შემნანდება რომ რაღაცას რო გაიგონებ რომ არ დაიწერე ბიჭო იყო სადღაც გასვენებაში ვიყავ არხილოსკალოში იქ წავიდა ლაპარაკი რაზე იცი გუდანის ჯვარშიით ხუცესი ვინც იყო და მედროშა ვინცი ყავარჯენ გამოაბძანეს დროშა წაიღეს და წავიდეს ზეზეურთას ერთ-ერთ კაცთან მივიდესაო და ის ოჯახიც დაასახელა იმ კაცმა ვინ იყო რატო დროშა რატომ იმიტომ მივიდეს აი როგორ ეხლა მეცინებოდის აი ოჯახურ სიწმინდეზე რო ლაპარაკობდეს და ავიდეს მაღალბანზე დროშას დაუკრეს ყავარჯენი ესე შენო მამასო მშობლებსო ცუდად ექცევი უთხრეს აი იმის გულისა მოვედითავ აქა აი წარმოედგინე შენ ეს ჯვარი მიაბრძანეს აი ხედავა იმის გულისთვის რა საიდან ამოდიოდა ხევსურეთში აი საიდანვე რამე იყო ერთი პიროვნება აი ერთი პიროვნება ყველასთან ესე გააკეთებდეს ალბათ ისინი ბიჭო და წავიდე ეს მარტო დამჭა ესე აი ნალაპარაკები და ის როგი აი ეს ამადამ ზეზეურთას ამადამ კაშთანო მივიდეს ალბათ დაარიცხებდეს აი ალბათ გაფრთხილება იქნებოდა თუ რა იქნებოდა ახლა ბევრი რამე ისეთია რომ აგერი როშკის გორო თქვა ამან სასაფლაოია იქით რო გაველით მაგ ნასოფლარიდან ეგ სასაფლაო იმ დროს გაკეთებულია იქ როცა იქ იყო სოფელი ხო და ეხლა ისე აი მე რაც მოვესწარი ხო აღარ ცხოვრობს აქ ხალხ არავინ თორე იქ გასვენება კაცო სად არის აგე 2 კილომეტრამდეა მაშინ არის სასაფლაო და იმის მერე ქვევით ციხეგორი ქვია იქ დღეობასაც ვაკეთებდით ნასახლარებიც არის და აი მან როგორც ნოშრევანმა გამომიგზავნა პირველი და მეორე წიგნი ვარაუდები და რაღაცები და იქ უწერავ დევებზე მაგას მე დაურეკე არ შემხედრი რომ ბიჭო აი მაგ დევებზე რო კითხულობდი ჯურხათ ივანე მგონდებოდა უთხარი იქაო ნასახლარი დევების აიაო ხორნაულთო დედალ დევები ხვანიაო საით რაც მოიგონებენ ისენი ოებ არ ყოფილანაო ეს მამალა დევები ეს ხორნაულთ როგორ ყავდა კაცო არ ვიცი კაცო მაგას ამბობენ ესე შინაური დევები ყავდა აი მაგას ამბობენ და ეს უწერავ ამასაც ო აი როგორი აი და ისენი ოებ არ იყვნესაო მორჩილები ყვნესაო და ეს მამალდებები ხალხს აღონებდესაო ანუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ ეხლა რავი რაღაცები არის აი ხალხურიც რო დევების მჭედელს ამობენ ოშკის გორ ქარჩაბანასო და იმ დევებსო იქა ყოფილანა უცხოვრებო იმ როშკის გორა იმ ციხეში ეხლა ეგ დღევანდელ პირობებში რა ვიცი დასაჯერები არის თუ არ არის მე არ ვიცი არანაირად ეხლა სახში როგორ ყავდა პირუტყვივით ყავდა თუ რა იყო კაცო არ ვიცი არა თუ შინაური დევები ყავდა თან დედლები ალბათ თავისებური ახსნა ექნება და მაგის დამწერისაც მომზადებული იქნება ის რომ აი როგორ გაუძვას ამას ვიღაცამ რო რაღაცა ან კითხავს ო პასუხი ექნება მომზადებული ო კი გასო აი აი რა? იახსარი რომ მისდევდა ეგ დევებია? იახსარი ეგ იახსრის ის ეგ უკვე ეგ დევები იყვნენ თუ სხვები? არ ვიცი ახლა ეგ დევი მაგათ შუაფხოდანა გამოქცეული ის დევი და ახლა როგორ იყო ტეკლე ხო გალ? ხო როგორ არა? ბიჭო ისე ხვებოდი გონი ახლა ცოცხალია რა? ცოცხალი ისე ხვებოდი ტეკლე რო ბიჭო ისე მეჯე აი გეუბნები სხვაზე არაფერზე აფიქრობდი ისე ხვებოდი რომ ნამდვილი იყო რა იქ იმ სასაფლაო აი მე მოვესწარი კიდე ბიჭური ყო ხუცესი და იმ ავის გორი ჰქვიან რა მაში ის სასაფლაოც იქ არის ავის გორზე და იქვეა რა დაბლა წყლისპირზე არა ცოტა მაღლა და ჯვარნიც იქ არიან აი ავის გორ უცხოვრებო იმ დევებს იქ
და შეუწუხება ხალხი და იქიდანა გამოქცეული დები. ანუ ავის გორი? კი, ავის გორი ჰქვიან იმ ადგილს რა, ავის გორი და ხალხს გამოექცა კაცო. ის კოპალამ ისაკნა შეაშინა. გამოუდგა, წამოხვა, ეგ მოვიდა იასიხეს ან ლახტი ესროლა. ის ყლდეს რაღაცა ორად გახლეჩილი ამბობენო ეგ ისგან არის, მერე ნატეხი რაღაცა ამ დევს მოხდა თვალში გონე თუ როგორ არა მერე სისხლი რო შედედა იმ ტბაში იქ და ვეღარა მოდიოდა ეს ხარნ გაუბნო და მერე უთხრეს რომ 4 ყურა 4 რქიანი საკლავი დაეკლა და გაიხსნა მერე ისი და ამოვიდა იახსარე იახსარ ამოვიდა იქიდან აი მაგას ისე მოხვა ის ანუ ხორნაულების დევები არ ყოფილე არა კაცო ხორნაულის დევზე მარტო ივანე და ნოშრევა ლაპარაკობენ არავინ არის იმ მაგაზე აი მდეგდევ ეგ იყო აი მაგაზე აი იქიდანო გამოუდგა გამოუდგა ეს იახსარი წამოვიდა მოდია გაიქცა და ჩაუძრო იმ ტბაში თელი ზარაგვი შემოიარესა და აბუდელაურზე ავიდეს ცინის უკენ როგორ ჯანზია ეგ დოქტორი ამ წინაზე ვერ ვნახე შატილკი ვიყავ ავედი ორჯერაც იზევით და დოქტორი მეუბნებოდა კაცო რომ რატო გონიაო ხალხო იქო ეგო ავედითო მე და რობიზონი მოის დევიო იმ ტბაში მოვკალითო აღარ არისო ცოცხალიო ხოიცი როგორ საუბარიც ის რა დოქტორი ცოტა ასაკი შეეტყო მაგასაც აი ან როშკაზე ვისაუბროთ თუ რამეა ისეთი ახლა მე რაც ვიცი ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა აი ეს დიდების ebro აკლდეები ი როშკის ქორვარი ის არის მაგაზე ეგ არის აი როგორც ამბობენ იქ აბუდელაური ეს ტბები ნაულკნარი ვულკნის შედეგია ახლა იქ ძალიან ლამაზი რო გამოდის რო დამუშავდება აი რო უყურებ იქიდან ზევიდანო დახედავ ეგრეა რომ ამოფრქვეული ლავა მოდის მოხდება ხევი აქვს იქით ხეობაზე ვერ გადადის ამ ტბის წყალს მოხდება და ჩამოდის და ჩერდება ეგ აი ეს კლდეები ალბათ ეს იქნებოდა ლავა ცხელი და გაცივდა მერე და დარჩა კლდეებად ეს რო დაიხერხოს დამუშავდეს არა ვარგა არა ამას აი ზუსტად იმის გულისთვის რომ აი ეს რაღაცა შეკოწიწებული აი ლავისგან იმისგან შრეები აქვს წყალი ეხლა ზევით კლდეებია ზოგი კლდეეხია აი მაღლიდან ნაწვიმი დაბლა ჩამოდის იმი აი ეს ბერჯელი აი ეგეთი კლდე არის შრე აქვს ამისა რომ გააკეთო იმას დროთა განმავლობაში მაინც აიშლების და არ არის შრეები აქვს რა თორე ამაზე მაგაზე იცი რამდენ ლაპარაკი ყავს ძალიან ლამაზია ის ძალიან ლამაზია 1000-ნაირი ფერისა რა მაგრამ სიმტკიცე არა არა საიდან რატო ხქვენ აბუდელაური ეგ აბუდელაური მე ქმოშტელთაი ეგ ადგილდა აი ეგ აბუდელაურ ქმოშტელთაი კი ქმოშტრო ქვევითა ეგ ქმოშტი როგორა ეგ ქმოშტი რო აქვს ხევსურეთ ადგილი აი თელ პირაკეთ ხევსურეთში ბურდულებს ქმოშტელ მაგდენ ადგილ არავის არ აქვს თან ამისთანა გაშლილდა კაი არა ეგ ეხლა ზოგი ძალად წართმეული აბუდელაური რაღაც ნაწილი მაგათაი აი ამ გორის იქით რაც არის საბერწე ვახერხევი და მერე იქით საბერწე დაგე უკანახოს იმეებამდე სუ არის ბურდულები და აბუდელაური რატო ხქვენ არა ეგ აბუდელაური ეხლა მან დეგეთი ლაპარაკი მომისმენია რომ მამიშვილობა იყო ერთი ეგ მან დრო ცხოვრობდეს აჭეხას ჩვენ კიდე სკოლის პერიოდში არაბული ვარ ცხოვრობდეს აი აჭეხას კიდე ცხოვრობდეს ჩვენ ვსწავლოდით მაგ კი კაცო ალდიაი და ლუკაი და ალდია ბაბოც ხო იქაური იყო ადრე და ბაბო ძმა იყო მაგათა ძმა ციხეში რო დაიღო ხო აი ვიღაცა ყოფილა მარტიათა და მარტიანი მამიშვილობდა ბაკურხევი ყუნეს ამ ქმოშტელთ ევაჭრება ჭიუხნ ამყიდენით აი ჭიუხ აი მაგას ბერჯელ ლაპარაკობდიან მაგას ზოგ სერიოზულ შემთხვევაში და აი მაშიაც რა სახუმროდაც რადგინდანო თურმე თქვენს ამ ქმოშტელს მივხვდნათ ჭიუხნი რა პირაკეთი თორე პირიქით ვინ გააყიდვებდი კი ჯუთელთაი და გუდამაყრელთაი რა ნაწილ
და მე ვიღაცა ჭკვიანი კაცი ყოფილა და იმას ვთქვამ რომ ეგი არ მისცათავე მაგასა მაჭიუხთ რომ ისცეს რომ მე წინაც ეს აბუდელაური შენიცი მიედანიას რომ მინდორი რა მაგასაც მოგთხოვშთავ და მაგასაც წაიღებთხოვ აი ეგეთი ისტორია აქვს მან დუთიბავ მაგათ ასწორებდეს თუნმე მინდორს მე ერთი მომენტი იყო მან ჩხარის დგომია მაგ ქმოშტის ადგილში ვიღაცას რა ალბათ რა ვიღაცა იქნებოდა მთიულ გუდამაყრელი და წამოსულან იქ ამღიდან ბერდიშვილები და ამას ჩხარი მოუსხლით ეს აქ ამ წემს და გალალეს რა და იმ წემს იწამოვიდა და გააგებინა მათ რომ ვიღაცამ ჩხარი გაგვირეკა და იქ პირიქითი რო გადავალთ არხოტის მხარეს იქ ბერდიშვილი დანახოც აქვიან ერთ ადგილს ადგილი რა და იქ ჩასევიან ეგ მოშტელნი და ის არ ვიცი ახლა რამდენი კაცი ისენ დახოცილები ხავი ბერდიშვილი იქ ხარ ვისაც მიუდიოდ და ამაზე წავიდა და აი გზა სათივე გზა იქიდან მოდიოდა აი ბილიკი ჩამოდის ამა გაყეითა მხარეს მარცხენა მხარეს ბილიკი მოდიოდა ესე მიქო თურმე თივა რა ეგამბარო მოხდა ამ როშკიო ნახან ესე იყო განაყრები ყვნეს აღარ გაუშვნეს ისი აი ესე ტყეზე გააუთხრა უზაკ მორტელთ ტყე გახონდა იქ ჯვარნი აი რო ითხრა წმინდა გიორგი ჯვან აი გორზე გახოლ აი იქიდან თურმე გორიგორ ჩათარიან ჩაკმო ქმოშტის წყალზე აი გზა აღარ მისცეს რა ბერდიშვილები ციკლაურები ყდეს რა კი აი ჩვენმა წინაპრემა იმის გულისთვის რომ ბურდულემ დახოცნეს ისენ აქ გზა აღარ მისცეს მერე რა ალბათ დროის განმავლობაში ჯუთისკენ გადასავალიც არ იქნებ ჯერ ალბათ ნაკრებია რა ორია მანდ ერთი მაგ ჭიუხებზე უფრო ტურისტული ის არის და აი აქეთ საძელე ხვია კიდევ მთას მანდ ცხენის გზაი და ეგეთი ისაც გამიგონია მე უფროსება მომდეს რომ აი ესე ჭიუხების მხარეს რაც ძველნის ანადიოდეს გორი ადიოდა აი მაგაზე და ჯუთელთა აქიდანავ სახლისთვისა ხეებ უთრეო ხარი ისეთ გზა ყოფილი აი ღელია ერთი აი ესეთი ღელია იმ ლურჯი თეთრი ტბა როა იმის თავშია ის ღელე ეხლა თოვლიან ძალიან იშვიათი რო ის გადნასის აი გზაო ადრეო ეგრე ყოფილაო ეხლა იმ ხელა ისენი აქვს პირაკეთ თოვლია და პირიქით იმ ხელა სიმაღლის ის არის რო რავი რამდენი ყველაზე მაღალ რომენიეს ჭიუ ყველაზე მაღალი პირაკეთ ხევსურში არის ცროლი არა ესენი ეგ სინდაურა აი აღმაშენებელი რო აღმაშენებელი სინდაურა თუ სინდიურიზე ახლა სინდაურას ამბობენ შემოკლებით აი ესე მადვილასაც თქვენ თორე ის სინამდვილეში ის ვიზეთ ლეგენდა სინდიურიზე ყოფილი დიახ სინდიურიზე ყოფილი და სიმაღლით ეგია აქ მაღალი და პირაქეთ ხევსურეთში აი ხადულების ის ცროლი ხო იცი ეგ არის 100 მეტრით მგონი მაღალია სინდაურაზე რა ბაბუას უთხრა რალუ დაურზა სიცილად არის პაპა ჟაო ეგი არა უკაცო აბა მუთხარ წაიკითხე ნახე იქ იმაში მუთხარი და მე დამირეკიდ უთხარ თუ და კრინტ აღარ დაუძრო ეს რაც 100 მეტრი ცროლი იქით გურო აქეთ ხადულები სალოცავის ყოფილა მან კი ხადულებ დადიოდეს იქ ლუდს ადუღილებდეს აი ბიძაჩემ ნადირას აი დათოს მამას იქ ჯიხხო ამოკლული და სუიმას ნანობდის რა ხო სალოცავში როგორ სალოცავი შეეყარა იმ გზაში სინდიურიზის ამბავი ეგ სინდიურიზის ამბავი როგორც ლექსები და პოეზიას გვეუბნება და როგორც ის არის ჯიხხებს ახვიქ ჯიხხები ახლა მან ბევრი ხალხი ადის უბრალოდ საშუალო ალპინისტის ისეთი ტექნიკა მოვიდა. აღჭურვილობა აქვს. ეგ იყო და აი ეგრე მონადირეს ახლა ყველა მონადირი არის კარგი მეკლდეული რა იცის ტექნიკაც იცის და ახლა იცის როგორც ამოვდეს ავიდა იქ ალბათ დახოცდა კიდეც რა ვიცი და მე როგორც ახლა ჩემი გამოცდილებისად ჩამოშლო ყოველთვის ძნელია რა
კი, ნამდვილად ეგრეა. დარჩა იქ. ჩემი გამოცდილებიდან ასვლა შედარებით ადვილია და ის კი არა და ბიჭო, ეხლა ისე ეჯერ აქ ხალხს რა რომ აი, ვითომ ვიღაცა მოხვა იმას ყვებოდა რომ კაი ხანი ვითომ იმ კაცისა აქ ხმა ისმოდა, იძახდა რაღაცას იქ. თოფის ხმა ისმოდა. აი, ზახილიც რა, ვითომ რომ შელა შეიძლება ითხოვდ რა. ხო, იძახდა რომ აქ ერთი სხვაიაო და მეორე მერჩებიო. და ამერე არის იმაში ბევრს დაწერილიც აქვს, რავი, თვითონ ხალხურიც არის პოეზიაში იმაზე დაწერილო, იმ რაც მოხდა სინამდვილეში რა, რაც იყო რომ ავიდა და ვეღარ ჩამოვიდა. და ეხლა ადგეს ამემ კაცო და გადაარქვეს, გადმაარქვეს სახელები როგორც უნდა. თიკანაზე ვაჟაფშაველა აღმაშენებელი კიდე რეები აი არის. ეხლა ეგენი აქეთ რაც არის, იქით რავი ეხლა მე ჯუთის მხარეს არ ვიცი რას რა ექვინა, მაგრამ პირაქეთ მხარეს რაც იყო წითელი ქარაფი იყო ისტორიულად ვაჟაფშაველა დაარქვეს. ეგ სინდიურიძე იყო აღმაშენებელი დაარქვეს. აქეთ საჯიხვეთ ეძახდეს თურმე იყო ჯიხვი რა ადრე. იმას რავი ასათიანი დაარქვეს, ალექსანდრა ჯაფარიძე დაარქვეს, რავი ვერ გაიგებ ამათან. ბიჭერ არ ვის მირიანაშვილი მოკვდა ცოცხალია, გვიკამათებოც აქ. ცოცხალია მგონი ბაბუას მეგობარია. არსად არ იყო ოფიციალურადო ნახსენებიო ეგო რომ ავდექითო და დავარქვითო კაცო როგორ არ არის აბა კითხე მოსახლეობას ეხლა აბა სვანეთში გეკეთე ეგრე გადმოერქვა ეხლა ქვია და ქვია საუკუნეებია შხარა თეთნული რა ვიცი აი ეგრე გამოვიდა და დღეს ეგრე იხსენებენ ყველას რა აღმაშენებელი და ვაჟაფშაველა ეგ შუბაბუაისა და მაგის ის ყველაფერი გაგეთებულა თავისი რაც ექვინ ისახელო დაუბრუნდა არა მაგას უნდა დავას მოიგებ რო იდაო ეგ ხალხი გაიმარჯოს მაგრამ აბა ვინაი ხალხი არ არის ხო აბა ერთი ადგილობრივების ესე იყო ესე გწამდა ესე იყო ისტორიულად ესე იყო მანდას აღმაშენებელ რამდენიმე აი ბოლოს არის ჭოლიკაურ გიორგი დაწერილი ლექსია იმაშიც სინდაურა ანახსენები მამუკათ ივანეს ლექსია იმაშიც ის რაც იმაზეა ის ხალხური რაც პოეზიაში არის ისაც სინდიურიზეა რამე სხვა ანდრეზები რამე როშკაზე სოფელზე არაფერი ახლა ანდრეზი ისეთი არაფერია რა ვიცი აი ანდრეზები ისეთი იქით იქ დარანის ყოფილა იმ გაღმანა სოფლარში ხორნაულთის მხრიდან ის გორი გამოყრეტილი ყოფილა და როგორც აი შატილშია ის ერთ სახლში გამოდიოდა და იმ სახლიდან მე ყველგან აწილდებოდა ეხლაც ეთყობა ისევ რა ეგ არის სხვა ისეთი ეხლა რამე რო იყოს აი ანდრეზი ისეთი ეგეთი არა არაფერი ისეთი ციხე სიმაგრე ეგეთ რაღაცა არის რა ციხე იქ არის ნაციხვარი და აი ეს იმასაო ხორნაულთო ლამაზ ქალი ხონია თქვენ უფროზე აი ეს საძირკველის მგონე ორი პირი ქვა არის კიდე დარჩენილი რა აი რა სიმრაზეც იდგა ციხე რა არის და ამ ხორნაულთო თქომ რომ ეგ ციხე დაშალე დააგორე ქვა იქ სათიხის როვი ჰქვია ერთი ყევია ცოტა ხორნაულთი ცოტა ბოლოს მხარეს ეგ ქვა დაგვიგორე ალბათ სახლები და იმ ქალს მოგცემთ დაშალე ეს ციხე ამ კაცმა დააგორა ქვა და ამას ქალი არ მისცეს და ეს ციხე დაშლილი დარჩა და აი ხორნაულთას იმ ციხისთვის ამხელა იმის რადგანაც არა აი ამხელა რაღაცა რომ ბილი იმისგან იქ იყვის რა ნასახლებთან ციხეს რაც ქონდა თავზე ჩამოცმული ესე იგი როგორ არის ის რბილი ქვისგან არის ქვამბილა გამოცლილია გული რაღაცა გაკეთე რა აი კაი იმაზე რა ამ ხელაზე გამოშიგნული
და ის რაღაც ციხის წვერზე დადგმული. წვერში და ყოფილა იქ რამდენჯერ წემსობა რო ყოფილორი იქ ამიყუდება ის სახლებთან ეგდოდა და აი ეგეთი ის იყო იქ ისტორია აქვს მაგრამ ციხეს რა ყოფილა ის ხო წაიღეს გამოიყენეს და აი სინამდვილეში მაშინ ზურაბი რო გადმოვიდა და გაიარა მაგ იმაზე სოფლის ძირზე ხო სოფლის გზა არ მისცეს იმაში დგარა ის ციხე რა აჰა ფიცაკლდენი ქვიანა იმას აგე რაღაცა აი მაღალი ის რო არის აგე ხო და კლიანი აი მანდ გოგამ რჩეულიშვილი შეიძლება იცნობდი შენ გოგო კი როგორ არა ივანე დაიმან იქონა ეკლესია ვარიო ამათხარეს ქვება მააჩინეს აი აი ეს რაღაცა ერფკერასავით ხედე აქიდან ჯერ ფეხი წავიდეს და მე ისე მოუარეს და მესამედი ყვნეს არ ვიცი და დაადგინეს ბოლო თქვენს რო ეს არის ეკლესია ვარია ანატოროც მაგათ ივანემ აღმოაჩინა თავიდან მე მაგათ გათხარეს მერვე საუკუნის ეკლესია მაღლა კლდეში აი ახლა აქ ამოჩნდა იმაში გზა რო გაჭრეს აი წევანისა შენომანქანა გააჩერ იმის იქითაზე ადის ეგ გზა რა არხოტის კედა აი სადღაც როგორ თქვა რა სადღაც სიღრმეში გამხელა სიღრმეში ალბათ აი კინაღა მაგეის რაც ამ კრიშანდიას ხო მიწიდან რო გათხარეს ეს ტრაქტორით ეგზა სადღაც დაბლა ფსკერზე რო დავიდეს იქ ამოჩნდა ბიჭო ქვები აღმოჩნდა სადღაც რაღაც მე-5 საუკუნის მე ვერ ვიცი ახლა მაგ ისტორიულ აი ეს ქვები მაგაზე ანუ იმხელა მიწის ფენი დაფარული რო აი რო აიყო ვინ ცხოვრობდა ახლა აი ვაჟაროა ბადიათ ვაჟა მაშინ ის იყო ეს მაგ დაცულ ტერიტორიების ის მაგასაც გერმანელი ყავდა აქ ვიღაცა ის თავის წარმომადგენელი და იმ გერმანელმა ჯერ ნებართვა იკითხა რომ შეიძლებოდა შეხება ამ ქვები და ის სურათების გადაღება აი რომ მაგას ვინ კითხავს რა იმან იკითხა აბა სურათები გადაუღო და ამ მენახშირემაც ამათაც რო ესე იგი პირველად რომელიც ქვა იქ წისქვილად იყო აი ეს ქვა ამის წინ სხვა წისქვილის მაგვარი არ ყოფილა არაფერი ხელით სახეხები აი პირველი რომელიც ხმარობდეს წისქვილად და ეს არის მე-5 აი როგორია ესეთი აი ესეთი ერთმანეთზე შატილი ბევრი ეგეთი 4 ქვა თუ რაღაცა და აი მაშინ ახლა იმ შვაჟამ მეუბნებოდა კიდეც მე რომ აბა ვინ ცხოვრობდა რა ცხოვრობდა ვინ ხმარობდა ამას შენ როგორ გინდა რომ დაადგინო და მეორეს თუ იმ ქვას დაუჯერებ ხო ივანეს უკვე აღარ შეეძლა ჩალოგინებულიყო და ეს მენახშირეს რავი ვერ რამდენჯერმე დააპირა სპეციალისტების გამოყვანა რომ აი სად როგორ ანეირად სად ვინ ცხოვრობდა წაიდა გაიგე რა ვიცი რა ერო ძალიან დიდი გათხრები და ის იქნება სამუშაო აი ეგ იყო ეგ სადა და იქ ამოჩნდა კაცო უკვე ბოლოს რომ ჩავიდეს სადღაც ხო ამაში აი ღირმად გაჭრეს გორი იყო გადაჭრეს და იქ სადღაც დაბლა ამოჩნდა აი ქვები რა აი ესეთი აი ხელსაფქვავი ნახახურები რა შატი ლეკოთმიხა აგროვებდა სამძივანაის გორს ეძახა იქ იყო ბევრი ალბათ 30-40 ვიპოვა რა აი ეგეთი ხოხისნაირი ხო ცოტა აი ესეთი და ზე სხვა ქვას რო ხეხავდეს ეგეთი აი ეგეთი ახლა აქედან რასაც უყურებდი ეს აქ არის აი ბლოს მანდ ქალქვის თავ ის გიარო დასახლდა ის გიგაური აი ეს როგორ მან ხო ეგ ისეთი ქვა რომ ეგეთი ქვა თუ სადმე არსებობს კიდე არ ვიცი აი ეგეთი რბილი ქვა და დასამუშავებელი და აი ეგეთი ფესვი აქეთ ჩვენ მხარესაც აი არ ყვავანს ვეძახთ აქ როშკას წისქვილებს თლდეს იმისას რა აი წისქვილებს არა კატოკებს წისქვილად არ ვარგოდა იმიტომ რომ წისქვილი მაგარია არა რბილია და მაგარი აღარ ურევია შიგ ფოლადიც უნდაერიოს წისქვილს რა რაც იყოს არა ეს რბილი არა ის რო ერთმანეთს ისეთ მაგრები ყვის რომ
სულს ლესავდიან ზედ ზოგჯერ. არა კაცო ეგ ისეთია საკოდელა მერე ხო. ბილიც უნდა იყოს და მაგარიც ეგ. ხო და აი ეგ ქვები რაც მან აღმოჩნდა ზოგი არის იქიდან ჩამოტანილი იმ ქვის არის რა და ზოგი რაღაც სხვა ქვայի რა ვერ რა ვიცი რა არის. არქეოლოგი უნდა. არა ეგ კატოკებს თურმე აკეთებდეს მძარ ბილი რა არის ბილი ძალიან. ბანის სადგებნები.